ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი იაკობი საშინელი ავარიის შედეგად საკუთარ სისხლის ტბაში ცურავდა. ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შესრა. ის უკვე მკვდარია. ატირებული ხალხისგან ეს ფრაზა ისმოდა. კლინიკაში შეყვანისას თავად ექიმებით შესრა სანახაობა. ის 18 წლის არის, მაგრამ სამყაროს ახლა უკვე ცალი თვალიდან უყურებს. ავარიის დროს მარჯვენა თვალი მთლიანად დაკარგა. როდესაც მე ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტმა იაკობს ვკითხე, ამ დიდი განსაცდელის შემდეგ როგორ იწყება ახლა მისი დილა, მან ასე მიპასუხა: უფალს მადლობას ვწირავ ყოველი გათენებული დილისთვის. აი ასეთი ღვთისმიერი, სიკეთისა და სიყვარულის ბიჭია ჩვენი იაკობი. ყველაფერს ვხდები წინას რაღაცნაირად მინიშნული სამართლია, თემთხოვნა ვიცოდი რაღაცა რომ მომელოდა, მაგრამ არ ვიცოდი რომ მომდა რამეირა. მე რაღაცა დამახარისხე, მივხვდი ყველაფერს, ყველაირად დავინახე ყველაფერი რასაც აქამდე ვხედავდი. ის გამორჩეული ჯერ კიდევ ბავშვობიდან ყოფილა. თავისი სამყარო ჰქონდა. ბავშვებთან იშვიათად თამაშობდა. სამაგიეროდ ბევრს კითხულობდა. ეს იაკობის დედა უდიდეს ტკივილს ის გმირულად უძღებს. დიახ, ის გმირია. მხოლოდ გმირდედებს შეუძლიათ ისეთი შვილის გაზრდა, როგორიც იაკობია. ნერვიულობის შედეგად იაკობის ბებიას ინფარქტი დაემართა. ჯამთერობას არაფერი არ ჯობია შვიდო. ჯამთერობა ყველას, ბედნიერება, სიღარულის დღე გაგრძელებოდეთ. იაკობს ასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია საზღვარგარეთ. სიკეთის კეთებისთვის აუცილებელი არაა, რომ მდიდარი იყო. კეთილი გულით საკმარისია. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედი, ის არ არის უბრალოდ დახმარება. ის არის შანსი გადარჩენის, შანსი სიცოცხლის, შანსი ღირსეული ცხოვრების. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.